ისეულ ოჯახში, რასაც თავდაცვისალები ქვია, დღეიდან უკვე ჩაირიცხეთ, ათვლა. პირველ საწყის ეტაპს გავივლით. თქვენთანაც წარმატებები გისურვოთ. იმედი მაქვს, რომ რეგისტრირდით და კატეგორია ხართ, რომ მოგიწიათ რიგითი ნომერი წოვანდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს. მადლობა ამისთვის და წარმატებებს გისურვებთ. ნებაყოფლობით დაურეგისტრირდი თავდაცვის ძალებში. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მივიღებ შესაბამის გამოცდილებას და ცოდნას. მოუწოდებ ახალგაზრდებს, რომ ყველამ გაიაროს სამხედრო სამსახური და იმსახუროს ქვეყანას. ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ ოჯახს ძალიან ამაღელვებელი დღეა. ამ დღეს ელოდა ჩემი შვილი, რომ წასულიყო ჯარში. ძალიან დიდი სიამაყით მიდის. ჩემი შვილი ზაზა გოგოჭრე ჯარში თავისი სურვილით და ძალიან მინდა რომ საამაყო იყოს. აქტიურად მიმდინარეობს გაწვევის მეორე ეტაპზე წვევანდელთა შეყვანა ქვედანაყოფებში. დღეს კახეთის რეგიონული ცენტრიდან ხორციელდება წვევანდელთა შეყვანა მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში წვევანდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად 8 თვის ვადით. აღსანიშნავია, რომ წვევანდელთა უმრავლესობამ ნებაყოფლობით გამოთქვეს სურვილი, რომ იმსახურონ თავდაცვის ძალებში. ეს ერთის მხრივ მიუთითებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ხოლო მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისათვის.